რითი იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს წელი? გამორჩეული იყო იმით, რომ ივანიშვილი მოვიდა სათავეში თავრობაში. დაპირებები ბევრია და ნახოთ რა ის. არის ახალია. ხაირის მოახლებას აღარ უხაროდა ხალხს, იმიტომ რომ არ ქონდა, იმდენი შეიძლება არ იყო და დღეს რაცა იმედებით ვართ, ეხლაც არ არის მთლად მასე ბედოვლათურად, მაგრამ იმედები გვაქვს რაცა მომავალში ველით რაღაცას. ერთ პირველში თუ არ იქნა 14-ში მაინც იქნება, საავტომობილოდ მაინც იქნება რამე და არაფერი გამორჩეული შეიძლება ის და მაინც როგორც წინასწრები იყო ისე არა არჩევნები იყო პირველ საკუთრებული არაფერი ჩემთვის ვიღაცა თქვენთვის არჩევნებმა შეცვალა რაღაცა 2008 წელი იყო ყველაზე უდიდესი აგვისტო დასაგებია ომი იყო მაგრამ ეგ ადამიანი შემოგვიდა და ეს იყო განსაკუთრებული წილი და გამორჩეული ეს საუბრობთ არა, ჩემს არა. არ იყო გამორჩეული. არ გახსენდება რაც. არა. გარდა პოლიტიკურ მოვლენებს არა. არ გახსენდება რაც. განსაკუთრებით გამოყოფდა იმით, რომ შევეძინა მეორე ქალიშვილი ანასტასია და ამიტომ ძალიან ბედნიერი და ამით იყო 2000 ჩვენც გამორჩეული და დავიწყე. არობის გამოცდა. ჩემთვის სხვა რა გახსენდებათ? აი ზამაიც გასახსენდა. რითი იყო მნიშვნელოვანი და ჩატარდა არჩევნები დემოკრატიულად და აქ საზოგადოების ჩანსახმაზმა გაიმარჯვა. გაშემეძინა არ ვიცი მართალი ვარ თუ არა, მაგრამ ალბათ ჩემი ცხოვრების აზრი არის ჩემთვის დასამახსოვრებელი როგორ ალბათ კიდე ის რომ სკოლა წარჩინებით ტრიესტრის წარჩინებით დაამთავრე და ასევე შევეძინე უამრავი მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარება, რომ მართლა სამართლიანი ჩატარდა არჩევნები და მართლა დასამახსოვრებელი. ჯერ საინტერესო იყო იმით რომ ჯანმრთელები ვართ, კარგად ავართ, შვიდად ავართ, მაგრამ ახლა ისეთი საინტერესო პირადად ჩემსხორებაში არა. აი ფაქტის რა იყო რა რითი იყო დასამახსოვრებელი? პოლიტიკაში არ ვერევი, ამ საახალწლოდ მით უმეტეს. დასამახსოვრებელი პირველი ოქტომბერი ის იყო, რომ გაიმარჯვა ივანიშვილის პარტიამ და ალასანიამ, რომ გაიმარჯვა აი ეს საქართველოსთვის ეს არის ყველაზე საუკეთესო, რომ დამარცხდა ჩვენი მიში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცვლილება ხელისუფლებაში. განსაკუთრებული მდგომარეობა იყო და შესაძლებელი იყო საქართველოს არასწორი გზით განვითარება. ვიცი, ალბათ უფრო მეტად ალბათ ამ ხელისუფლების ცვლილება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გადარჩენა თეთრა ალბათ. ეს არჩევნები მახსენდება ძალიან ცუდი მოსენები. ცითრა, გავიცი არ მომეწონა ეს არჩევნები როგორი იყო. რითი იყო დასამახსოვრებელი გამორჩეული ეს წელი? რა, სხვა წლების ვერ გამოვაჩერა. გამორჩეული და ახლა ისეთი მაინც რითი იყო დასამახსოვრებელი? რას გამოარჩევდა? ალბათ არჩევნები. დამამახსოვრდა კარგად, დადებითად და რა ვიცი. თორე გითხრათ დიდად განსაკუთრებული არაფერი ისეთი სიახლეც. უბრალოდ ჩაიარა ერთმა წელმა.